აუ არ მაინტერესებს Emil Smith Rowe ძალიან მიყვარს მე. კუჩები არასდროს დაივიწყებენ Emil Smith Rowe-ს, ამიტომ რამდენი მილიონად მე არ დავუწყებ 20 მილიონი. გამოვუშვით Emil Smith Rowe ჩემთან დავუბრუნებ კარიერა. El Hadji Malik Diouf ან 10 მილიონად. ან ამ ფეხბურთელს გაძლევ საჩუქრად. მითხარ. ნულად. აუ. ჩემთან ვარ. შენთან მოდის. მაგრამ მისტერი ბოქსი არის, მისტერი ბოქსი აქვს. მაიტა მისტერი. იქ წესი რო გავაუქმო არა. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი აუქციონი მორიგი ეპიზოდი, რომელიც არის ალბათ პრემიერ ლიგის ნამდვილი მოყვარულებისთვის პირველ რიგში ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი სტუმრები შეეცდებიან შეადგინონ გუნდი, რომელიც პრემიერ ლიგას მოიგებს. ოღონდ ეს გუნდი შედგება ტოპ 6 გუნდის, დიდი 6-ეული რაც არის ინგლისში, ანუ Manchester United, Manchester City, Liverpool, Chelsea, Arsenal და Tottenham-ის გარდა სხვა ფეხბურთელებისგან უნდა დააკომპლექტოთ. მილიარდი არ გექნებათ, გამომდინარე იქიდან რომ შედარებით ადეკვატურები რო ვიყოთ ვიღაც ფეხბურთელების ყიდვაში და 300 მილიონი არ გადავიხადოთ, მაგალითად ლუკა დინიში მილიარდერობის შანსი. აქაც 500 მილიონია. 500-იც კაია, მაიტა. დანარჩენი წესები იგივეა. გაგაცნობთ ვინ მიიღებს მონაწილეობას ამ ტოპ გუნდის შედგენაში, მაყურებელს გავაცნობ. გიორგი ჭუყუასელი იგივე ჭუკი, გაბრიელ ბერაძე და ფოფხა, ჩვენი კომენტატორი გიორგი ფოფხაძე, ვინც მაინდა-მაინც ახალდაგვარით გინდათ რომ იცნობთ მას. და წესები არის იგივე. გატარება არ შეგიძლიათ, ბოლოს ვისაც ექნება ნაყიდი გადავა შემდეგთან, ვაჭრობა კი იცით როგორ და რანაირადაც არის, მაყურებელმა ციცის ალბათ პირველად არ უყურებს. თუ რა თქმა უნდა ამოწურავთ თქვენს 500 მილიონს, ჩემპიონშიპიდან ჩაგისვათ ფეხბურთელებს, ოღონდ ჩემპიონშიპიდან რო ვარდება ისეთი გუნდიდან ამოწევ ვიღაც მოთამაშეებს. გასავჩი ვინ არიან, ხა არ მახსოვს. მეც არ ვიცი, მაგრამ შევხედავ. უოტფორდი რომ ადგილზეა. ჩაკვეთაძეს არ ჩაგისვათ არავის. ყველა ვცნებოთ მაგაზე. დავიწყოთ. ტაქტიკას რაც შეეხება, ჩვენ გვექნება 4-2-3-1 გვექნება. ანუ 10 ნომერი ცალკე იქნება გამოტანილი, 2 ნახევარმცველი იქნება, ჩამშრალი ცალკე არ იქნება გამოტანილი, უბრალოდ 2 ცენტრალური ნახევარმცველი. 2 ვინგერი და 1 ფორვარდი. დავიწყოთ და დავიწყოთ მოდი დავიწყოთ მარცხენა ვინგერით. ვაუ. ენტონი გორდონი მეგობრებო, საწყისი ფასი 80 მილიონი. გეტყვით რომ 80 მილიონზე ძვირი არავინ არ არის ჩვენთან. არავის არ გინდათ ენტონი გორდონი 80 მილიონად? არა, კაცი ჩემ გუნდში ვერ ვხვდები. ამ შემთხვევაში ვისთან მიდის ახლა ენტონი გორდონი? არავისთან არ მიდის, სხვა ფეხბურთელები დავიწყო და მე მოვიყვან ენტონი გორდონს. ესეთი შემთხვევა არ მქონია რა. ასე ისევ ენტონი გორდონი არ გინდათ. დღეს საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო მინიმუმ ტოპ 5-ში შედის ამ 6 გუნდის მიღმა. ენტონი გორდონი 80 მილიონი 1, 2, 3. ენტონი გორდონი ჭუკისთან ნაჩუქარ ფასად ჩემი აზრით წავიდა. ანუ არანაირად არ იყო თან ნაჩუქარი ფასი. საუკეთესო იყოს პრემიერ ლიგაში, ევროპული კაცი ჩემ გუნდში არ გავარჩევ, გამორიცხო. კი ბატონო. მოდი მაშინ აუ, ეგ მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ მე იდეალური ვარიანტი მჩება, ვინც მინდოდა ზუსტად ის მაგ პოზიციაზე. მოდი მაშინ მარჯვენა ვინგერს გამოვივტან, რომ ცოტა ვივაჭროთ. მესმის რომ მარჯვენა ვინგერი კლასიკური გაგებით არ არის სემენიო. ეხლა ბოლო რამდენიმე ტური ითამაშა მარჯვნივ და უმეტესად მარცხნივ გახსოვს, მაგრამ საქმეს ესე ჭირდებოდა და ამიტომ მე მარჯვნივ გადმოვიყვანე და ანტუან სემენიოს საწყისი ფასი არის 60 მილიონი. 60 მილიონი? 65. 65? 70. 70? 75. 80 მილიონი სემენიო. 85 მილიონი სემენიო. 85 1 2 3. ჩუკიმ წაიყვანა 85 მილიონად სემენიო და საოცარი ფლანგები ყავს. სემენიო და გორდონი. 75 თქვი ხო? თუ 80 ხა სემენიო? 85. 85 ბოდიში. 85 სემენიო. ვა, კაი ბევრი დაიხარჯა უკვე. რამდენი დარჩა? 85 დავაი, შენ გავრჩა 335. აჰო, 335. შვენიერი. მოდი გამოვიყვანოთ პირველი ცენტრალური მცველი და 60 მილიონად ყველაზე ძვირად ღირებული არის მარკ გეხი. ფასების დაგდება. რა ფასებს ატრიალებ? 60 მილიონი რა ვი. სამაგერად მე არის რა. შეამცირე ბიუჯეტი და ფეხბურთელები დატოვე. 65. 60
75. 80. 85. რა აზრი აქვს ხა აი 20 მილიონით რო დაგვეწყო გეხიზე რა აზრი აქვს 95-ზე ხარ თუ რაღაცაზე უკვე 85-ზე ტრამირებული ფეხბურთელები ყავს ხო მაინც ჩასმული ზოგი არა შეიძლება არ იყოს ტრადიციულად მაგრამ გამონაკლისი არ ყოფილა ხო ან წელს უნდა მოიგოთ პრემიერ ლიგა გახსოვდეთ და ტრამირებული რო არის დავივიწყოთ ის ტრამვა რო აქვს ანუ ბოლო სეზონსაც ჩაგითვლით რა თუ ეხა თამაშობს და წელს ითამაშა წლევანდელ სეზონს გითვლით მის ფორმატ და ნუ მე დანარჩენი მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს რეალურად რომლის გუნდი მოსწონს არ მარგი რა ფასზე ვართ 85-ზე ხო? ხო? და მე მგონი 85. 1, 2 და 3 ჭუკი. აუ რა ხდება? გეი იყო, რომელსაც აი ოლინს შევდიოდი, რაც იქნებოდა, იმიტომ იმხელა დიდი სხვაობა არის სხვა მცველებთან შედარებით, რომ ღირს. დავდივარ. ვითომ? კი. ჩემი აზრითაც დიდი სხვაობა არის. მეორე აზრით სხვაობა. ერთი კანდიდატი მყავს იდეაში. ჩემი აზრით. თან ისეთი რომელსაც გაბრიელი არ აიყვანს, იმიტომ რომ ევერტონელია. კარკოსტი? ბრანსოიტი. მე კარე პირველი ემილიანო მარტინესი საწყისი ფასი 30 მილიონი 40 მილიონი თუ პირდაპირ 40 დავიწყე 45 60 მილიონი ემილიანო მარტინესი 61 2 3 მე კარზე ბევრი კაი ვარიანტია და 60 მილიონის გადახდა ამაგერ მსოფლიო ჩემპიონი ყავს გუნდში რაც ძალიან გაშერდება რომელიც პრემიერლიგაში არაფრით გამორჩეული ნაკადია ეხა არა იყო პენალტი დაწერა 14 ქონა კი ბატონო მოდი წავიდეთ მარცხენა ფლანგზე და ლუკადინის გამოვიყვან 40 მილიონით no არავინ თუ არ აირჩევ ჭუკისთან მიდის იმიტომ რომ ბოლოს მაცენი მაიგზრე თქვა შემიცვალე იგივე იმიდან გუნდიდან ლუკადინი მისტერი ბოქსი მისტერი ბოქსი არ არის არა ამისთვის არ მაქვს 1 2 და 3 ლუკადინი არ იწირება ხო არ დავეხმარო თოვი ფიქრე რაღაც მომენტში რა გაიწირე დინი საუკეთესო არის რანაი საუკეთესოა მეც ეგრე მგონია ვინ ჯობია ტოპ 6-ი დავივიწყოთ აირიკ მიჩელი ბევრი არ არის რა ანუ ყველაზე სუსტი პოზიცია მარცხენა მცველია აი ნახავთ მეგობრებო რაც მოხდება მე ილოცებ რომ ნაკაჩემი კაიდინი ყოფილი პირველი რადგან თქვი ესე იგი საუკეთესო არის დავაი ან მე მგონია რომ საუკეთესო რომლის გვარიც შეიძლება პირველად გაიგო და გონია რომ ძალიან ცუდი ოფშენია და სამრო შეგეცი ცუდი ოფშენი არ იქნება კარგი მარჯვენა მცველი დანიელ მუნიოსი საწყისი ფასი 40 მილიონი 50 55 75 მუნიოსი დანიელ მუნიოსი აი მარჯვენა მცველი ესაა ჩემი მეორე ლინი მაგრამ ფული არ აქვს 75-ზე ვართ ხო 75 ესე კაი ვარიანტი ვერ იქნება 2 85 მუნიოსი ლუკადინი 40 მილიონად ცუდია და მუნიოსი 85-ად კარგი მუნიოსი უბრალოდ 4 მცველიანში აი ეგაა ამიტომ მაგით ვიწყნარებ თავს დავდე მეც 85-ად გავატანოთ 1 2 და 3 ჩემი ძალიან დიდი ყოლა მუნიოსსა და აშკარად მე გეთანხმები ძალიან აი როგორც გეჰიშია სხვაობა სხვებთან ეგეთია მაგრამ просто 4 მცველიანში ჯერ არ უთამაშე ხო ეგაა რა მარტო მუნიოსი ყავს ხო შენ ხო ცენტრალური ნახევარმცველი ბრუნო გიმარაიში მეგობრებო საწყისი ფასი 80 მილიონი 100 მილიონი ბრუნოში ოიცა დაუფიქრდე 100 მილიონი ბრუნო გიმარაიში ამბავია 105 მილიონი ბრუნო გიმარაიში უკეთესი იცი ტოპ 6-ში მეგმა 100 მილიონი ბრაზილიის ნაკრებში თამაშობს ისიც ხო არა მე ძალიან მინდა 101 არ მაქვს 102 115 115 სადღაც ბოლოს მოასწროთ 120 აუ არა 121 2 და 3 ბრუნო გიმარაიში წავიდა გაბრიელთან 120 მილიონი აუ იცი რა რომ ჰანდიკაპით საუკეთესო ამ პოზიციაზე რა მეც ეგრე მგონია ეხლა არ ვფიქრობ ერთ რაღაცაზე რომ შეიძლება ვიღაცა ტოპ ვარიანტები არ ქონდეს მოტანილი რა თქმა უნდა ეგ ყოველთვის ეგრეა რაღაცას ვაკეთებ რა თქმა უნდა აქ 295 პირველი 10 ნომერი მეგობრებო რომელსაც მოგართმევთ არის ხო პირველ ფეხბურთელს რო ვამბობ მაგაზე ძვირიანს მეორეს აღარ გამოვიყვან მაგრამ იგივე ფასად შეიძლება სხვაც იყოს პირველი 10 ნომერი არის პაკეტა 50 მილიონი 55 პაკეტა 55 1
2 3 აკეთა 55 მე ვაფშე არ ბრაზილიის ვაჭრო. ნაკრების ძალიან კონკრეტული ტიპი მინდა მაგ პოზიციაზე. 55 ხო? ჯამია ფადარი. არა, ზვით. გეთანხმები? ხო მე არა 50 მილიონად პაკეტა თუ 55 55 თქვი თქვი. 50 გესხო თქვა, არა კი რას თქვა ეგ არის კაპიკებს ვითვლი უკვე 3 ლარი მეგობრებო პირველ ფორვარდს გამოვიყვან თქვენის ნებართვით და ნიკ ვოლტემადე იქნება საწყისი ფასი 80 მილიონი 80? ნუ კაი ხე მე არ ავწვა ზერაკ ჩემთან მოდის თუ არავინ არა იყონთ და. შენთან მოდის დაიყვანე. აუჩი. ანუ ვოლტემადესაც არ ვაჭრობთ ანუ ეგრე გონიათ არა ნუ პოზიციაზე. რა გონია რომ ყველა მოყვანილი მყავს თავდასხმელის პოზიციაზე ვინ წარმოგიდგენიათ გონებაში კაი ერთი კაი მინდა მან არ მაქვს 2 3 ვოლტემადე 80 მილიონი ეგ არაფერი. ნიუკასლის გრძელი ფორმით ულამაზესად ვითამაშებთ სამაგიეროთ. ვოლტემა 80 რა ამბავია. ანუ შენ დაგჭა 360. 201 202. აუ აი სულად გაუთვალისწინებელი რაღაც. მეგობრებო, მეორე ნახევარმცველს შემოგთავაზებთ ცენტრალურს. და ეს იქნება ტონალი, რომლის საწყისი ფასიც იქნება 50 მილიონი. 50. 55. 65. 75. იდეალური ოფშენია ტონალი. 80. 80. 80 მილიონი ტონალი. აი მან მიდი ფოფხა მიდი ერთი ტონალი შენ გაქვს ხული 85 ტონალი. ტონალი როგორ გალა მეტი ვეღარ წავალ ისედაც აუ როგორ მინდა და ის რომ ერთი წაგეწია და ვჩერდებოდი ეგრევე. ტონალი 1 2 და 3 85 მილიონად აღმოჩნდა ფოფხასთან. ამ მომენტისთვის 210 მილიონი ჭუკის და ყავს 4 ფეხბურთელი. 240 აქვს გაბრიელს და ყავს 3 და 275 აქვს ფოფხას და ყავს 3 ფეხბურთელი ასევე. ოკეი პოზიცია რომელიც ყველა პოზიცია გამოვიტანე და მოდით მეგობრებო ტრადიციულად მეკარეს გამოვიყვან. არა. ეს ტრადიცია ამ წუთას მოვიფიქრე არანაირი ტრადიცია. მეკარების ყავს ემიუს ყავს მატსელსი საწყის ფასი 20 მილიონი. იქ ფორსოლდებით ჩემი აზრით არ და გამოვიტანს. ვისთან მიდის შენთან. რა სუპერ რამდენი მილიონად? 20 მილიონად. 20 და 1 2 3 20 მილიონად ამენ ხო შარშან ძალიან კაი იყო წელს ავთვლით შარშანდელი სეზონი ფიქრე შენ მაგრამ წლევანდელიც გვახსოვს ყველას არა შენთან მოდის ნიკ პოუპი 10 მილიონად მაგას კი მერჩემია ან 10 მილიონად 10 მილიონად კარეშოს ჯამში 30 დახარეს და მე წავყვანე 60 მილიონად 10 მილიონად ან მისტერი ბოქსი მოისმენ ასევე 10 მილიონი წელს საშუალოდ ფენტეზიში 3.8 ქულას წერს. კარიერაში 11 მეტრიანი აქვს მოგერიებული და კარიერაში გაშვებული აქვს 700-ზე მეტი გოლი. საკიანია. აშკარად. ძალიან იავნია ვინ არის ხო, მეც ვერ აუ ეს ფენტეზი რეაქტიულად აღთამაშო და დაიკიდე ფენტეზი საკიანი. ამ ტოპებს იქეთ ვისყავს ხა საკში მეტყარი. რა არის ნიკ პოუპი ჩემს არის ძალიან დაუფასებელი მიყარა. მე ორივეს მიჩვენია ვინც ამატყავთ და ამიტომ ნიკ პოუპს ავყავ. კი ბატონო, ჯორდან პიკფორდი იყო. პიკფორდი იყო მით უმეტეს ნიკ მით უმეტეს ევერტონის ჩემუნში ვერ დაჭაჭანდები. ტონელი და ის არა, თავი ავიქი. დავაი არ გაგიგია ეთქობა. ევერტონი ჯობია ეხლა ეგ არა, ჯობდეს, არ მაქვს პრობლემა. მე მიხარია პოუპი რო არ მაქვს პრობლემა, ჯობდეს. ეგრე ცენტრალური სველი მორიგი. დენბერნი მეგობრებო. ცენტრალურად ყავს? კი, ოკეი. 40 მილიონი. ვის მიყავს ჩემი მიწევს. შენ მიყავს მე რატომ მეტენება ფეხბურთელები? მე ჩემეტენა დინიმა ნუ ძალიან ცუდის არა 1 2 და 3 დენბერნი შენთან 40 მილიონად. ძალიან სახალისო გუნდი ყავს ჯერჯერობით, ვიც ეკويبთ ბევრს. დენბერნი რომ თავით გაიტანს ფაილის კიდევ შოტს. მცველს გამოვიყვან. 10 მილიონი. აუ კიდევ მცველს გამოვიყვან. მურილიო. ესეც 40 მილიონი. 40 მეცაცია მილიონი. მყავს უკვე მეორე აღარ მინდა. 25 25. 10.
50 50 1 2 3 ურილიო 50 მილიონად აი მქონდა მონიშნული რომ გეხი და მურილიო მინდოდა ორივე ვერ წავიყვანე მეც ხო და არ გამოვიდა უკეთეს შენ წაიყვანე მაგრამ ურილიო რამდენად 50 50 ვა მე მაინც მგონია რომ ფული დაგჭებათ ბოლოს რასაც გიყურებთ აუ რაღაცა რეები აქვს მორიგი ცენტრალური ნახევარმცველი არის გრანიტ ჯაკა საწყისი ფასი 40 მილიონი let's go granite ძალიან ზუსტი ძახი ახლა მეგონა რომ 1000 მოგცემდი 40 40 ანუ ამ დროს ფეხბურთელს რო ვამბობ ბილიარდიანში არის 80 მილიონი ხოლმე 45 50 50 55 ძალიან შორს კი არ გამოყო კიდე მოვა 3 ცენტრალური ნახევარმცველი კი კიდე 3 55-ად მიყავს granite ჯაკა და უკრავ და შენ დაგრჩება 125 მილიონი ხო მაგრამ უკრავ ძალიან კაი ცენტრს და შეტევაში არავინ არ ყავს რა ფასე ვართ 55 1 ტიტულებს დაცვა იგებს 2 3 გრანიტ ჯაკა 55 ჩემს არ გინდოდა ჯაკა 55 მეც ვერ მგონია ანუ იდეალურად ავსებს ჯაკა ამ ცენტრსა პაკეტა შენტევი გიმარაის ბალანსი და ჯაკა მეც რამდენი დაგჭა ფული 125 125 მეორე 10 ნომერი მორგან როჯერსი მეგობრებო საწყის ფასი ესეც 50 მილიონია let's go ანუ აი თლიანად შემოვდივარ 60 მეც ფოფხა რამდენი გაქვს ფული 235 შენ შეიძლება ეგრე ბოლომდეც არ შემოვიდე რაღაც მომენტში შეიძლება უკან მე დავიქე 150 კი ხო? კაი, რამდენი თქვა? 60 თქვი ბოლოს 75 70 90 მეტი აღარ ვიცი უკვე რამდენად შემოვალ 90 95 10-იანზე არის კიდე გიფსვაითის კანდიდატურა კირნან დიუსბერი ჰოლის კანდიდატურა შეიძლება იყოს დიაიე შეიძლება 10-იანზე იყოს 95 1 აუ 2 როგორ გავატანო 3 კაი როჯერსი 95-დან წავიდა ჯუკისთან 100 too much просто თორე და დარჩა 95 მილიონი შენთან მოდის ემილ სმიტროუ ჩემი საყვარელი ფეხბურთელი მოდის 20 ოღონდ მართლა არ ხუმრობ 20 მილიონად ან 30 მილიონად ხთავაზო მისტერი ბოქსი მითხარი ჯერ მისტერი ბოქსი მაგრამ ემილ სმიტროუს ვირჩევ ჩემი აზრით ქართულ სტადიონზე უთამაშია ოკეი 2021-22 წლების სეზონში გახდა გუნდის საუკეთესო ახალგაზრდა და საუკეთესო ფეხბურთელი ანუ ერთდროულად გახდა ორივე 21-22-ში ხო პრემიერ ლიგის თუ წარმოდგენა არ მაქვს 10-იანი კაი წარმოდგენა არ მაქვს სეზონის საუკეთესო ფენტეზი ტური ლიცის წინააღმდეგ ჰქონდა წელი არ ვიცი მაგის გიფსვაით ფენტეზი წელს გეუბნები წელს კაცო წელს ლევანდელი ლევანდელი აუ აბა ზოგადად ლიცის წინა არა ეგეთი მინიშნებებიც მომიტანია ხა ისე გავიკვირვე გეგონება სისულელეები არ მეთქონს მაგრამ ლიცთან აბა 10-იანი აი 10-იანები ვინა გიფსვაი ნოტინგემ ლიც არ მახსოვს საერთოდ ამ სეზონში შეგეჩამაში იყო ეს ტური იყო 3-1 ხო ნოტინგემი ლიციო ვინ გაიტანა ბჭოლები დოიესის მახსოვს გამჭოლი ელიოტ ანდერსონის პენალტი გიფსვაითი არ იყო რა მე მგონი მან აბხა საქართველოსთან თან აუ არ მაინტერესებს ემილ სმიტროუ ძალიან მიყვარს მე ქუჩები არასდროს დაივიწყებენ ემილ სმიტროუს ამ რამდენ მილიონად მე არ დავუწყებ 20 მილიონი გამოუშვით ემილ სმიტროუ ჩემთან დავუბრუნებ კარიერის გიფსვაითი იყო ის კი ბატონო არა უშვს არ მეწყინა შოეთი ქართულ სტადიონზე ან 21 წამდე ხო 21 წამდელები 95 მილიონი დამჭა და 5 ფეხბურთელი სმიტროუ რამდენად წავიყვანე 20 შვენიერი მეგობრებო მოდი გაცვას გავაგრძელებ თქვენის ნებართვით ტარკოვსკი შემოგთავაზებთ 215 ტარკოვსკი ჯეიმს ტარკოვსკი შემოგთავაზებთ 30 მილიონით let's go 30 მილიონი ეს ფენტეზის გულები გატყუეთ ტარკოვსკი არა კაინცველი ჩემი პოზიცია სამაგიეროდ ბრექსიტ თაკლით მოუტეხავთ იმეს ფეხს 30 1 2 და 3 ფოფხას გუნჩია ამ მომენტში ყველას თანაბრად ყავთ ფეხბურთელები და ფული არც ისე. მე ფული არ მაქვს. 95 აქვს ჭუკის, 125 აქვს გაბრიელს და 185 აქვს ფოფხას.
აი ეხლა რამე ისექენი რომ მომივიდეს ხალხი 20 მილიონად ვინმე სულ ერთი მარცხენა მცველი. შენ ყავს დინი. ლუკა დინი არის უკვე აყვანილი და ანტონი რობინსონი ყავს 30 მილიონად. 30 მილიონი. ვულზის მარცხენა მცველი ვინ არის? ეხა ვინ არის ცოტა. 30 მილიონი. 1 ბუენო. რამდენი მილიონი? 30. ანტონი რობინსონში? 2 არ 3. მაგრამ მე ვაჭრა რა უქენი ეხა. უნდა გავაჭრა. პროსტა დავიბენი. არა, მეც არ გადავიხდი. და გაუზადღლად მილიონი დაიყო. დინე მომეცი 40-ად და 30-ად რობინსონი. არ არის ეს. არა, ეს ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია. უკეთესი მცველი არის. უეჭველი უნდა ამეწია. ანტონი რობინსონი აი არა, შარშა. უკეთესი მცველი წელს დინი არის უკეთესი მცველი. ანტონი ანტონი რობინსონი რობინსონი არ არის თამაშობს. დამტრეული რაღაც დევს ახალი. ჩვენ გვახსოვს ანტონი რობინსონი ბოლოსაც თამაშობს. არა, შეიძლება ფოხალცველი საუკეთესოც იყოს რა იცი. ჰარტმანი. არ მივსულართ. კლიდენში ჰარტმანი. ელ ჰაჯი მალიკ დიუფი 10 მილიონად solid. ან მისტერი ბოქს. მიდი. თუ კერგეზი მოხდა. პირველად ამ თამაშის ისტორიაში ესეთ მისტერი ბოქს გთავაზობ. ელ ჰაჯი მალიკ დიუფი ან 10 მილიონად ვინო? ან ამ ფეხბურთელს გაძლევ საჩუქრად. მითხარი. ნულად. აუ. ფენტეზიში ღირს 4.8. ანუ 5 დააჭამული. ჯამში კარიერაში 7 გოლი აქვს გატანილი ოკეი. და community shield-ის გამარჯვებული არის. ლუის ჰოლი 5 არ ღირდა, მე მგონი. community shield-ი სად მოიგო? ნიუკასლთან ერთად არა? community shield-ი არა, ვაი. ტაირიკ მიჩელი. community shield-ია სუპერთასი. ვინც არ იცის მაყურებელს ვეღარ. და 5-დან მომენტ ხო კლინშიტებს წერენ. community shield. ელ ჰაჯი მალიკ დიუფი 10 მილიონად. ვინც ძალიან მომწონს ჩემ ფენტეზის საჩუქრად პირველ ამას შევხვდით, თქვენ რო შეხვდით და თქვენ გაჩუქებდით, საჩუქრად მიწერია, გამზადებული მაგას საჩუქარი. გავიწერე დინეში მაინც მედი. ყველაზე კარგი მცველი ყავს მაგ ფონზე. საჩუქრად რატომ აძლევს? აი. დავით, წინა ეხლა მოიგო პალასმა წინა სეზონი მოიგო ლივერპულმა რა. არა, სიჭი. წინა მოიგო 5-დან 0 ღირდა თან უეჭველი ცუდად დაიწყო. მანჩესტერს მოიგო პენლებში. ვინ დაიწყო სად ეს სეზონი რომ მაგუნდა? ნოტინგემის აირჩიე. ნიკო ვილიამსი ხო არ შეიძლება. შეიძლება ნიკო ვილიამსი ყავდეს მარცხნივ, იმიტომ რომ მარცხენა მცველად თამაშობს. რა ვიცი. უბრალოდ დაშვება გავაკეთოთ ეგრე. უნდა შევიდა გააკეთო ეგ დაშვა. ისმენ. ნოტინგემის მცველია მე მგონი. რა სიტყვი? და ვინ ყავს ის ვის მაძე ელ ჰაჯი აუ ეგ ტიპი ფენტეზიშიც მეყოფა რა. ელ ჰაჯი მალიკ წამებს ნერვებს არ მინდა. ნიკო ვილიამსია ჩემი აზრით ეგ ფეხბურთელი. საჩუქარი გინდა ანუ. მომე. ეს ფეხბურთელი არის ბორნასოსა, რომელიც კრისტალ პალასში გადავიდა. და ცუდი ნამდვილად არა. კაი საჩუქარი. საშინელი ფეხბურთელია ბორნასოსა. სოსა კარიერის პრაიმშიც კი ცუდი ფეხბურთელი იყო, თუ არსებობს საერთოდ ეგეთი სიტყვა ანუ შეთანხმება. ვინ უნდა მომივიდეს ახლა მცველი რომ დაცვა ყველაზე კაი არ მყავდეს. ვინ ყავს? მურინიო რობინსონი. ბიჭო, მე პერსონ ნებისმიერ დროს შემიძლია შემდეგი ცენტრალური ნახევარმცველი. დენბერნი შემიძლია ნებისმიერ დროს მარცხენა მცველად თამაშობ. მე არ უნდა. გაბრიელს არ უნდა, ფოფას უნდა. ცენტრალური ნახევარმცველი? ხო. კი. ფოფას ტონალი ყავს და შენ არა. ბალებას გთავაზობთ მეგობრებო 30 მილიონად. 35 40. 40 რო თქვა პროსტა 55. ჩემპიონშიპში ჩავდივარ ეგ. 40 და 5-ზე ვარ, ხო? ცუდი სეზონი. 45, 1, 2 და 3 წავიდა ფოფასთან 45-ად? ნამდვილად. 40. შვენიერი მანჩესტერში გადადიოდა კაცი ამ ზაფხულს. მაგრამ შემდეგ ზაფხულს გადავა. პავლოს პალი. ფოფას დარჩა ფლანგები. მარცხენა ვინგერს შემოგთავაზებთ. ჯეგრილიშს, ძვირი 50 მილიონად. 50 შენ ევერტონელი არ უნდა აიყვანო 50 მილიონად მე მომყავს ჯეგრილიში. დაბრუნებული ფორმაში. პირდაპირ წავიდა შენთან, ხო? გრილიში 50-ად. და დაგჭა 90. ხო, და დამრჩა, და კი, ამ წუთას 95, 95, 90. ეს სიტუაცია გვაქვს. გაბრიელს აქვს 95. და მარცხენა ვინგერი, მეგობრებო, ვის აყავს? მე. სიმონ ადინგრა 10 მილიონად ან 20 მილიონად ეს ფეხბურთელი. ყველა ასაკობრივ ნაკრებში, სადაც უთამაშია, გოლი აქვს გატანილი.
მიმდინარე სეზონში ფენტეზიში 33 ქულა აქვს. 2020 წლის შემდეგ კლუბში 24 გოლი აქვს გატანილი. ერთ კლუბში? სადაც არ ვიცი. ვერ გეტყვი. თან ადინგრა ბენჩია ძალიან სანდერლენდის. მაგარია. 24 გოლი რო 2020 წლის მე ამ სეზონში საშუალოდ და 5 გოლი. მან ასისტებს ასრულებს მე მგონი აი ზღვა რაოდენობის. და მაგრამ ატაობს. ადინგრაზე ცუდი რო გონდა სამოუშო 20 მილიონად. კრისტენსიო სამერვილი 20 მილიონად. საოცარი ფეხბურთელი. არა და ლივერპულთან აქვს გოლი გატანილი. 105 დაგჭა შენ. 75 მე დარჩა გაბრიელს. არა გამომაზე. 85 მქონდა დამიმატე ჯაკას მე ვინ აიყვანე? ჯაკას მერე არა მარჯვენა ვინგერი მეგობრებო, სემენიო გავიგეთ, მაგრამ ჯაროდ ბოუენს რას უშვებით? დახავთ ეხლა. რომელსაც 40 მილიონად გთავაზობთ. ჩაროდ ბოუენი 40 არა 3 ყავე მე შეგვიძლია. მე მომყავს ჯაროდ ბოუენი 40-ად. 40-ად ბოუენი წავიდა ფოფხასთან. მე მგონი მეტი ფული უნდა მომეცა, იმიტომ რომ რაღაც ცოტა ვაჭრობა გამოვიდა. არა გვაქვს ფული. იმე. მაგრამ თან მომწონს ასე უფულოდ რო თამაშობ. ბოუენი 40 მილიონად წავიდა შენთან. 50 მილიონი დამჭა მარჯვენა მცველზე, რა ხდება? შენ შეკარე გუნდი? მარჯვენა მცველი დამჭა მარტო. მარჯვენა ვინგერი სემენიო ვისყავს. ნე. ანუ შენთან მოდის იაკობუ მინტე 20 მილიონად. სოლიდ მართლა. ან მისტერი ბოქსში 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. ხო აი ტოპ 5-დან სამ ლიგაში უთამაშია. ხო ევროპა ლიგის გამარჯვებულია და მარჯვენა ფეხი სუსტი აქვს. ვიკიპედიის გვერდში წერია რომ მარჯვენა ფეხი სუსტი აქვს. მაგრამ ევროპა ლიგის გამარჯვებული არა მინტე ყველა შემთხვევაში სწორია გადაწყვეტილება არის, იმიტომ რომ შენ ახლა ამ წუთას ჩუკვეზეზე თქვიღვარი. ჩუკვეზე სადარი ფულემში ყოფილა რამდენიმე დღის წინ გავიგე მეც შემთხვევით. ვილიარეალში მოვიდა ევროპა ლიგაში. ერთ-ერთი სამერვილი ფორმა ყოფილა რა. მარჯვენა მცველი ყავთ ორივე ეს? კი. ოკეი. ცენტრალური ნახევარდაცვა. ცენტრალური ნახევარდაცვა ყველას დაკომპლექტებული გაქვს შენთან. შენთან მოდი. ნახდები გამოვუშვი. ამადუ ონანა ოკეი. არის 30 მილიონად, ან 20 მილიონად შემიძლია შემოგთავაზო. მითხარი? ორივეზე მისტერი ბოქსი არის რა, ჯერ პირველი. დავაი. ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდომდე 3ჯერ დააგდა ერთი ნაბიჯი. ანუ 3ჯერ გავიდა მეორეზე. ოკეი. გერმანიის მოქალაქეობაც აქვს ოკეი. და მამამისი იგივე სახელის მქონე ფეხბურთელია. სხვანაირად იწერება ცოტა, მაგრამ ქართულად ერთნაირად წარმოითქმის. აი ეს რა ფასად მოდის? ამას 10 მილიონით ნაკლებად გაძლევ. 20? ხო, 20-ად გაძლევ. რა მინიშნა მამამისი? რა პოზიციაა ეს? მამის ფეხბურთელია? ცენტრალური ნახევარმცველი. იყო, კი. აი, თავიდან მითხარი, გერმანიის ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდომდე 3ჯერ დააგდა ერთი ნაბიჯი. 3ჯერ აჯობა ვიღაცამ რა, სხვა. ოკეი. გერმანიის მოქალაქეობაც აქვს ოკეი. და მამამისიც ფეხბურთელი იყო, რომელსაც იგივე სახელი ჰქვია, ქართულად წარმოთქმისას, მაგრამ ნუ ლათინურად, ინგლისურად როცა იწერება, სხვა ასო წერია რა. ეს გერმანიაში ხო არა დაბადებული. დავარაუდო. ვერ ხვდები ვინ შეიძლება რომ იყოს. მე მგონია რომ მთელი დრო იჯდეთ, შეიძლება გაგიჭირდეთ, რომ ამ მინიშნებით მიხვდეთ. რა არის, ონანა, კაი. არა, მაგრამ 30 რო გადავიხადო, რჩება 65 მილიონი 4 ფეხბურთელზე. თუ მეტყვი რომ 4 ფეხბურთელს ჩავატევ 65-ად, ეგრევე ონანას ავიღო. ათიანებით ჩაატევ რა, ათიანებით. რა პოზიციები დაგჭა? რა პოზიციები? მარჯვენა მცველი, შუა მცველი, ორი მოიცა ერთ წამით, მარჯვენა მცველს ჩაატევ ერთი, ცენტრალური მცველი ჩავატევ ეხა იდიოტან კი არა ისა ანდერსენი და ვიღაცეები გეყოლება ფულემის სასტავი. ერთმა იცის. იოაჰიმ ანდერსენი 10 მილიონიანი კაცი ნახდა და რა. მაგრამ კალვინ ბასი გისმენ? შეიძლება იყოს. 10 მილიონი დიაფა თუ ონანა? ის ტიპი ვინ არის? საერთოდ ვერ ხვდები. მაიტა ის ტიპი, მაიტა. ილია გრუევი. ვინა? ილია გრუევი. ილია გრუევი. 20 მილიონად. რატო? რატო? ვერ გეტყვი. ჯერ ეს ფეხბურთელი საიდან იცი? რაღაც ის რო იყო რა ქვია. ეგეთ უნდა რო იყო აშკარა იყო რა. მეორე ნახევარმცველი ჩემი ვინ ხოჭერდება. წავთო მე მაგრამ ამიტომ აინტერესებს ეგ. სუნგატუ მაგასა 10 მილიონად ან მისტერი ბოქსი ისევ 10 მილიონად.
საფრანგეთის და ჰაიტი უყვარს. ამ სეზონში ქონდა უკვე 10 წარმატებული დრიბლინგი და 27 წლისაა. აუ მე ვიცი ვინც არის ეს. საფრანგეთი და ჰაიტი უყვარს, ხო? პირველი მეთქვა. პირველი ვთქვი, სუნგატუ მაგასა. რა გონჩიტა? ვესტჰემშია. ან მეორე ვარიანტი აირჩიე ბევრად უკეთესი. პირველი არ გამიგია, მე მეორე. ბელეგარდი, ხო? ბელეგარდი. ჟან რიკნერ ბელეგარდი. საკმაოდ სოლიდური ნახევარდაცვა. მორგან როჯერსი, ილია გრუევი და ჟან რიკნერ ბელეგარდი. მე ნოსმიტროუზე ვდარდობდი და ამას რაღაც ანუ პრაიმი ჭოკის მაინც გუნდი, ქონდა ცოტა. ჭოკის გუნდი ჩემპიონობა კი არა შეიძლება გავარდეს. ბრუნო ჯაკა და მე მყავს საუკეთესო შეტევა. შეტევა კი. ხო, სმიტროუზი დღეში ხო. შეტევაც არცახა. როგორც თქვენი ლეგენდარული მწვრთნელია და შეტევა იგებს თამაშებს თორე. ხო და მე თამაშების მეორე ფორვარდი, მეგობრებო, რომელსაც შემოგთავაზებთ, არის ჟან-ფილიპ მატეტა. გამიხარდებოდა ჩემ გუნდში. 50 მილიონად. მე ფორვარდი მყავს. მატეტაზე რო 50 მილიონი აუწიო. 5 მილიონად ცოტს ვიყიდი? ვერა. მაშინ ვერ ვწევ. შენ 50 გაქვს სულ. 55. დიდი მაყუთი ქონია. შენ? მე მყავს მე მინდა მატეტა. შენ გინდა მატეტა? და ჩემპიონშიპიდან ამოვა რა ვიღაცა ეხა გრუევი თუ მყავს ჩემპიონში და ჩემპიონშიპის გასავარდნი ზონიდან მოდის ვიღაც. გრუევი მყავს. მაგრამ შეიძლება გვარით ვერც გაარჩიონ. არა, 15 მილიონი დაგჭა და ერთ ფეხბურთელი? ორი. მაშინ უეჭველი ჩემპიონშიპი. რატო 5 და 10 ჩასვი რაღაცა. ხუთად ვერ ავინო თორე. ხუთად არ არცევს ფეხბურთელი. ფორვარდი შენთან მოდის. მაიცა, კაი, ვაფიქრე. ესო ეს ვისთან მიდის? გაბრიელთან მიდის და ვერ მიდის. გაბრიელთან მიდის და ვერ მიდის. და რა მოხდება? იმიტომ რომ არა, მიდის და 5 მილიონი. არა, ჩემპიონშიპიდან მცველი ამოვა გაბრიელს. შუამცველი. თუ გაბრიელთან წავიდა, გაბრიელთან 50-ს დახარჯავს და მცველი ამოვა ჩემპიონშიპიდან. და ვიღაცას რას რა იქა ეხლა, აი მესამე. ვიფიქროთ, მოიცადე. სტრან ლარსენი იქნება ერთი ვარიანტი ჩემპიონს. ხო არ ჩაუსვამს 50-ად არ ჩაუსვამს. სტრან ლარსენია ვარიანტი, ველბეკი, ხიმენესი შეიძლება. ვისა? მე მინდა ერთი კაცი, თუ უნდა ძალიან გამოსწორდება. ვისა შეიძლება არ გახსენებოდა არავის იმდენი ხანია რომ თამაში აქვს და. ვინ ყავს? აი გამოთხო. კაი, მატეტა მე მინდა. შენთან წავიდა მატეტა. შენთან მოდის იგორ ტიაგო 30 მილიონად. ეგ ფენტეზიში მყავს ეგეც მეყოფა. ის რა არის? რასეთი დგას? მისტერი ბოქსი ვერ მოვა შენთან, იმიტომ რომ ძვირადღირებული მისტერი ბოქსი რა არის. 50 მილიონი. მითხარი და იქნებ ვიხდი და ჩემპიონშიპში მივიდივარ. კარგი. ამ სეზონში ბარათი არ მიუღია ჯერ. ძალიან დამამშვიდე. ამ სეზონში საუკეთესო თამაში ქონდა ფულემთან. და მეტოქის საჯარიმოში ბურთს 61 ჯერ შეეხო. 6 საშუალო თამაში. ბიჭო. კაცი. სტომი და ფულემი იყო თუ არა ამ სეზონში საერთოდ არ მახსოვს. ვოტკინს ვერ ექნებოდა კაი მაჩ არა, ამ ფულთან. სეზონის საუკეთესო თამაშია. მოდი მაინც საუკეთესო თამაში რომელი იყო? იგორ ტიაგო იყოს. იგორ ტიაგო, ოლი ვოტკინსი იყო. ვოტკინსი იყო, მარტო ფულემთან დაწერა წელს. იგორ ტიაგო მშვენიერი ვარიანტია ჩემი აზრით. რამდენად კარგი ბრენდფორდს ჯერ ფორვარდის ტრანსფერი არ აუცილებია ამდენი წელია და. ჩვენ ფენტეზიში წერს გულებს. მეორე თუ რაღაც ტოპებში არა ბომბარდირებში. ცენტრალური დაცვა მეგობრებო. მე მაქვს მარტო ხო ასაღები. თქვენ არა, მეც მინდა ცოტა. მე მყავს. შენ მარჯვენაც გინდა და ცენტრალური. მარჯვენა არ მინდა, ცენტრალური მინდა და მარჯვენა. ოკეი. და ფული არა აქვს, ხო? 25 მილიონია. ანუ ყველა გუნდში იგივე. 50 ჯო როდონი 10 მილიონად. ეგ ჩემთან ვარ მოდის. შენთან მოდის. მაგრამ მისტერი ბოქსი არის, მისტერი ბოქსი აქვს. მაიტა ეგ წესი რო გაუკნო აქვს, ზოგადად მისტერი ბოქსი აქვს. ანუ ბოლო ორს აქვს მისტერი ბოქსი. ბიჭო, მე ყველა ატარებს და 300 კაცი მაქვს ჩამოსაწერი ხოლმე. მაიტა მისტერი ბოქსი 5 მილიონად ოღონდ. რო მარჯვენა მწოლზე 10 დამჩეს. მარჯვენა მწოლზე ხორი. კაი, 5 მილიონად გაძრავ ამ მისტერი ბოქსი. კაი, 5 მილიონად გაძრავ ამ მისტერი ბოქსი. კარგი. 395 პასი აქვს წელს. ნაკრებში დებიუტი ლიხტენშტაინის წინააღმდეგ შედგა და 24 ნომერია. 5 მილიონად გაძლევ. ეს ღირს ეს კაც 5 მილიონი. თუ რა აი. ლიხტენშტაინი 4 მილიონი ევროპელია. ამ საშუალო თამაში 40 პასი. ისეთი. ბრაიტონის თველია შეიძლება. ანუ 40 პასი თამაში ბევრია? ისეთია რა, ანუ მაგ გააჩნია გუნდი. სიტისთვის ცოტაა და როდონი თუ 5 მილიონად ის რალისტვის ბევრია. ერთხელ ხო შეიძლება გამიმართოს ეგ. ბრაიტონია ვიღაც. ტოტი გომიში შენთან.
5 მილიონად. როდონს ჯობია 5 მილიონი. მუზიკა რამდენი ფეხბურთელი ყავს? 2. ბელეგარდი. მე საერთოდ ყავს ფეხბურთი. შენთან მოდის ანუ აქსელ ტუანზებე 10 მილიონად, ან მისტერი ბოქს შენთანაც მაქვს, რომელიც არის შენ ბოლო პოზიციაა შენთვის? ხო. მაშინ რაც გაქვს 25 მილიონად. დაბადებულია ვილნევ სენ-ჟორჟში. 4 ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ამ სეზონში პრემიერ ლიგაში გოლი არ გაუტანია. ვინ არის ცენტრალური მცველია? უანზების არ წამოვა გამოუშვი. რა ქალაქი თქვის? ლაკრუა არის, მაქსიმ ლაკრუა. დაცვა შევყარი. ეს ადაური რა არის? ისეთი დაცვა და ნახევარდაცვა მყავს, თავდამსხმელები რამეს იზამენ რა. ვინ ყავს თავდასხმელები? მინტეტია გოლა სამი. მარჯვენა მცველი დაგვრჩა, ხო? მე დამჭა მარჯვენა მარჯვენა მცველი. მეტი რამდენი ფული? 50 მილიონი. მეტიქეში 40 მილიონად. მიყავს, თან უეჭვე. ანუ ხო, შენ არ გაქვს ხო მაგის? მე არ მაქვს და თან მაინც შენთან მოდის. ვა, მეტი ქეში მოდის ჩემთან, იმიტომ რომ მეტი ქეში მაქვს. ხო, მეტი ქეში ზუსტად. და შენთან Let's go. მოდის შენ დაგვრჩა 10 მილიონი, არონ ვამბისაკა ღირს 20 და შენთან ვერ წამოვა და ავტომატურად მოდის მისტერი ბოქსი, რომელსაც პროსტა გეტყვი და მე შენ გუნდში აღმოჩნდება რა. ალბათ უმიხდები. კარიერაში 3 ქვეყანაში უთამაშია, ჰოროსკოპით გალწულია და ერთი შეხედვით საქართველოსთან აქვს კავშირი. ერთი შეხედვით. ან გვარი არა ჭაჭუა თუ რა. კი, ბულზის ფეხბურთელი. ჯექსონ ჩაჩუა 10 მილიონად. ან პროსტა გამწირა. კი. გაგწირე რას ნიშნავს? შენ ფული დახარჯე. დატეტა რო წაიყვანე ხო კაი იყო. ანუ იმენა გამწირა. ჯექსონ ჩაჩუა ჩაჩუ. მეგობრებო, ძალიან კარგი გუნდები ყავთ. არც კი ვიცი ვინ მოიგებს, მაგრამ მოდი დაიწყე შენი ჭუკი, შენი გუნდის წარდგენა. კაი, ანუ მიდი, ხალხს ხომ საუკეთესო შეტევა უპირობოთ. არ ვიცი სხვა შორის. კარში მიდგას წინა წლის საუკეთესო მეკარე მაცელსი. მარცხნივ ყავს ძალიან გამოცდილი დინე, ბარსელონაში ნათამაშები, რომაში, ასტონ ვილაშიც წელს თამაშობს, სოლიდური მარცხენა მცველი, მაგაზე ბევრი კაი ვარიანტი არის. ცენტრალური მცველი მყავს საუკეთესო, თან დიდი იმითი, სხვაობით, მარკეი. მარკეის გვერდზე უდგას გომეში, რომელსაც აქვს გოლი გატანილი. შაშან მინიმუმ 1 გოლი გატანილი აქვს, ფენტეზიში მყავდა. ამ სეზონში არ გაუტანია თქო. შაშან ხო შე. კი, კაცო. ისედაც აცის ბურჯი უნდა მარჯვენა მცველი მყავს, ჩაჩუა. საქართველოსთანაც კავშირია. ცენტრალური ნახევარდაცვა არ მყავს. ბელეგრადი და გრუევი, მაგრამ ეხლა იწყება მთავარი. მყავს ანუ 4-ვე მგონია საუკეთესო შემტევი, ვინც იყო ასარჩევად. მარც მყავს ენტონი გორდონი, მარჯვნივ მყავს ამ სეზონის ალბათ საუკეთესო ფეხბურთელი სემენიო. შუაში მყავს წინა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი მორგან როჯერსი და მარტო იმის გამო ღირს რომ პალმერის აღნიშნვა ამისი არის და დააფასეთ ხალხო და წინ მყავს ალბათ საუკეთესო სტრაიკერი მატეტა. ჩვენია. ჩემი გუნდი აი შეტევა, ჩვენ დაცვა არ გვინდა. ჩვენის ტაქტიკა იყო შეტევა. 80-55 წებურთები შეფარდებით, თორემ სადღაც მე-7 ადგილზე. აბა შენი გუნდი გავრიელ. ჩემი გუნდი არის მეკარე, ფასიდან გამომდინარე ვთქვი идеალური. ნიუკასლი რო ბოლო წლებში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად გამშვები გუნდია, ამ კაცის სამსახურებაა მათ შორის ნიკ პოუპი. დაცვა მარჯვენა მცველი მყავს, არათუ 6 ეულს მიღმა ჩემი აზრით, პრემიერ ლიგაშიც აქვს ამ კაცს პრეტენზია საუკეთესო მარჯვენა მცველობაზე დღესდღეობით მიგენ უნიოსი. ცენტრში მაქსენს ლაკრუე და მურილიო, ჭუკის ვეთანხმები რომ მისი ცენტრალური მცველი საუკეთესოა, მაგრამ ჩემი ცენტრალური მცველების წყვილი ჩემი აზრით საუკეთესოა ჯონ მუნებში. და მარცხენა მცველი ენტონი რობინსონი, რომელსაც შარშან პრეტენზია ჰქონდა სეზონის გუნდში მოხვედრაზე. ცენტრში მყავს უგამოცდილესი და ისეთი აი ცოტა მინძური ფეხბურთელიც რო საჭიროა ერთი ფეხსაც რომ მოაჭამს რამე რო იყოს კრანით ჯაკა, ფეხს არავის ენაკლებად არ მოაჭამს ბრუნო გიმარაიშიც ამოდროულად ბრაზილიური ტექნიკა და სადაც ბრაზილიური ტექნიკა ახსენეთ, პაკეტას პენალტებს დავარტყმევინებს, თავის საფინო აღნიშნვასაც გააკეთებს, საჭიროა გუნდში. აი რაც შეეხება შეტევას აქ იმედი გვაქვს რომ იმდენ ნახევარდაცვა კარგად მოამარაგებს რომ ბევრი არ გამაზონ. იგორ ტიაგო რომელიც წელს ერთ-ერთ საუკეთესოა ფენტეზიში. 3 გოლი 2 ასისტი. 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 3 გოლი 2 ასისტი.
იაკუბა მინტე ამომავალი ვარსკვლავი და უნდა ამოვიდეს თორე ისე პრემიერ ლიგას ვერ მოვიგებთ და კრისენსიო სამერული რომელმაც თავის გუნდი აქამდე ვერ იპოვა და იქნებ სწორედ ეს გუნდია რომელსაც იპოვის და სხვა შორის ლიდიც მოაგებინა იმ ფილზე ერთხელ კრისენსიო სამერულმა სხვას რო ყველაფერს თავი დააკეთოთ შვენიერი ფოფხა შენი გუნდი თუ ტიტულებზე ვსაუბრობთ, კარში გვიდგას მსოფლიო ჩემპიონი გამარჯვების მენტალიტეტის მქონე ადამიანი, ემილიანო მარტინესი. რომელსაც საკლუბო კარიერაში არაფერი არ მოუწია. პენალტი აიღო ბოლო ტურში. ასე რომ არა, ბოდიში, რომელსაც საკლუბო კარიერაში community shield-ის მეტი არაფერი არ მოუწია. შვენიერი, ცუდია. და პენალტების მოგერება ალბათ დაგჭირდება, იმიტომ რომ დაცვა შეიხდება ეგეთი რაღაც. ისე მე მგონია რომ საუკეთესო მარჯვენა მცველი მყავს, იმიტომ რომ მუნიოსის საუკეთესო ვერსია ვიცით ჩვენ სამ ცენტრალურ მცველიან ფორმაციაში, მეტი ქეში კიდე ორი გოლი ამ სეზონში გატანილი უკვე. სიტისთან და ანუ საუკეთესო მცველია ორი გოლი ამ სეზონში გატანილი უკვე. ანუ და რომელიც მცველი საერთოდ არ არის. მარჯვენა მცველი, მარჯვენა მცველი თორე შემტევი იყო. როგორ გეკა? ნოტინგემით FIFA-ს რო ვიწყებდი, მეტი ქეში იყო left wing-ერი. მან დაწეული სადაც 2018-19 წლებში საკმაოდ ნიჭიერი left wing-ერი იყო 80-91 ადიოდა. რამდენი წლის იყო მაშინ? პატარა იყო ჯერ. არა, პატარა არა, 22-23 წლის იყო. პატარაც არის თქონდა. იპოვა თავისი საუკეთესო პოზიცია ხო და მეტი ქეშმა. მარჯვენა მცველად თამაშობს. და საუკეთესო ქვეყანა. ხო, ასევე პოლონელმა მეტი ქეშმა. დაცვის ცენტრი, ჯეიმს ტარკოვსკი და დენ ბერნი. საკმაოდ სოლიდური ჩემი აზრით, რა ვიცი, ტარკოვსკი ვიღაცას ფეხს მოტეხავს, ბერნი თავით ფაინის შოტებს გაიტანს. კი, ბერნმა რაც გოლი გაიტანა, ეხლა ეგეთი რაღაცა რა. ერთ-ერთი საუკეთესო თავური გოლი იყო, რაც მინახავს. აი, მარცხენა მცველად ყავს ბორნასოსა. მაგრამ არ იქნება ეს დიდი პრობლემა, იმიტომ რომ კარლოს ბალება მყავს მე ნახევარდაცვის ხაზში, რომელსაც შეუძლია ზუსტად გადაუძლოს ამ პლანს. მარტინესმა აიღოს. მარტინესმა აიღოს. არა, ბალება ძალიან კარგი ოფშენია აქ, მით უმეტეს ბორნასოსასთვის, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრ პოზიციას დააზღვევს. ბალება და სანდრო ტონალი, ნახევარდაცვის დუეტი, რაც ძალიან მომწონს და აი გიმარაესი ჯაკას შეიძლება მთლად ვერ ჯობია, მაგრამ შორსაც არ არის. ვინ ყავს? ბალება ტონალი და გიმარაესი ჯაკა. ჯობია შენი. არა? მით უმეტეს ჯობია. ტონალი ჯობია ორივეს. ის გიმარაიში გიმარაის სანაირად ჯობია რა მაგიჟე. ტონალი, ჯობია. ჩემთვის ჯობია. გიმარაისი. მაგრამ მაშინ ეს ტონალი დაიბრუნებს თავის პრაიმ ფეხბურთს, გაიხსენებს. დუეჩე ჯობია. ჰა? დუეჩე ჯობია. შო გადაწყვეტილია ესე იგი. ძალიან მარტო ნახევარდაცვა მყოლია. საუკეთესო ნახევარდაცვა მყოლია. შეტევაში მარცხენა ფლანგზე. ბალება ძალიან კაია. ანუ საფუძ მასტერში გადავა უეჭველი. ჯაკათან რა დაისშია კარიერის, ეს ეხა იწევს. ხო, მაგრამ ძალიან მაგარ სეზონს ატარებს. მაგრამ კი, ნაღდად. მაგრამ გუნდში, რომელიც ცოტა უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის ხო, დაკომპლექტებული. ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოცდილი ტიტულოვანი ლიდერი ჭირდება. შეტევაში რა ხდება შენთან? მარცხენა ფლანგზე ჯეკ გრილიში, რა პრემიერ ლიგის ჯერჯერობით საუკეთესო თანა ასისტენტი, 4 ასისტით, მაგაზე მეტი არავის არ აქვს და იბრუნებს გრილიში პრაიმ ფორმას და ბეტუ და ის რო არ ყავდეს, რა ქვია. ტიერნო ბარი ევერტონის ფორვარდად მეტი ასისტით ეკნებოდა. 10-იანზე მყავს ემილ სმიტროუ. უბრალოდ გაიხსენეთ რომელიც წელი იყო 2021-22 სეზონი, ან 20-21. პრაიმ სმიტროუ. ხო, მაგრამ ნახე 2021-22 პრემიერ ლიგა კი არ არის. 2026-27-ის პრემიერ ლიგას ვიწყებთ. გავახსენებთ ემილ სმიტროუს ფეხბურთის თამაში როგორ უნდა. ემილ სმიტროუ, ანუ კაი, ძალიან სუბიექტური არჩევანი იყო და ძალიან მიყვარს უბრალოდ ემილ სმიტროუ და მართლა მგონია რომ ამ შეტევის ხალხში რაღაცებს მოახერხებს. თუ ჯაროდ ბოუენი, რომელიც მგონია რომ ერთ-ერთი ტოპ მარჯვენა ვინგერი არის პრემიერ ლიგაში და ზაფხულში სადღაც დიდ გუნდში გადავა, ჩემი აზრით. მიაზრით, ეს პერიოდი გამოტოვა, გამოტოვა როცა უნდა გადასული, სადაც 2 წლის წინ უნდა გადასული. აი ხა ვესტემს გადაარჩენს ჯაროდ ბოუენი, აკრიფოს ფორმას. და ან გავარდება და გადავა. თავისმელი არ გიქავარე. ნიკოლ ტემადე. გრძელი მაისური ნიუკასლის კლასიკური ცხრიანი ჩაუწოდებთ. გაიტანს ან ქუსლით შეაგდებს გოლს. ჩაუწოდებ ვერ გაიტანს. ძალიან მარტივად. თან გრილში და ბოუენი მყავს ფლანგებზე, ორივე ჩააწყვეტს, როცა მოუნდება ჩამწოდებელი ნაკლებად არის. როგორ გეკადრებთ? ბოუენი უფრო მამტარი. მეგობრებო, მადლობა. შემოტეხავს და მარცხენათი ეს. მე მივხვდი ბორნასოსას ამ ჩაწერისას მივხვდი რომ მილიარდი უნდა იყოს მნიშვნელობა არა აქვს რაზე თამაშობდა. არა უშავს ყოფილიყო მეტი და მე გავიწირე ეს ამ ექსპერიმენტში. ბელეგრადი და გრუევით. ხო.
ჭაჭუა. არა, მაინც საჭურო ეგ მაინც ხდებოდა თქვენთან ვიღაცასთან. უბრალოდ ბევრად მეც გადაიხდა, ვაჭრობა იქნებოდა უკეთესი. იმედია გამომწერები გაიხსენებენ ფერგიუსონის სიტყვებს, რა იგებს ტიტულს. ტიტულს იგებს დაცვა. ტიტულს იგებს ემილიანო მარტინის თავარი. ხალხს უხარია შეტევის ყურება და არა კომუნიტის დაცვის. შილის მეტი არაფერი არა აქვს მოდი. აა! ო, ძალიან კაი იყო. 20 მილიარდი. 3 ვულზი რა. 3 არა 2. აა, ჭაჭუა თულში. არა, იგივე ჭაჭუა უხდები. შეტევა ყავს აა, შეტევა, მაო, ამ არა, просто ბურთი უნდა მიიტანა ახლა, თორე. გაუნდა ბურთი უნდა მიიტანო და დაცვა, ნახევარდაცვაში. აი, გაიტანო, მაგრამ რამდენს გაუშვებს ეს ახლა. გეჰი ხომ ყავს ძმა მიხედავ რა კონც რა რაკნა სამკაცო. ზოგიერთი იმას ვერ აიყვას პოლიტემატის დაბალი. აი კაცო. და შენ დემბელი შენ ხარ, ხო? გეი ცოტა არ ყავს. ეს კუთხურები აა 500 ძალიან ცოტა იყო იმან არსენალი არის ხო ხამი მაინც კუთხურები. Smith Rouse просто ვერ შეველეოდი შანსი არისო რა.